3 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში ჩინეთის გამარჯვებას იაპონიაზე. 26 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა და ჩადის ჩინეთში, თან უამრავი ქვეყანა ჩადის. აგერკაც სლოვაკეთი. ნატოს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არც შანხაის ორგანიზაციის, არც წევრი, არც ასოცირებული წევრია. მაგრამ იმის პრემიერ-მინისტრი ფიცოც ესწრება, ჩვენი რეგიონის ყველა ლიდერი ესწრება. აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, თურქეთის, რუსეთის. ერთადერთი სახელმწიფო ვართ რეგიონში, რომელსაც თან გაფორმებული გვაქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ჩინეთი არის, თუ არ ვთქვი, მესამე ადგილზე. თურქეთის და რუსეთის შემდეგ სავაჭრო პარტნიორია ჩვენი. და ჩვენს ტერიტორიაზე გადის ჩინეთისთვის უნიშნულოვანესი სატრანზიტო დერეფნები. და ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც ჩინეთი აფინანსებს. ასეთი ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან. წესით არაფერი ჩინეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გაგვიკეთებია, არ ჩაგვიდენია, ხომ ასეა? ესე იგი, მოდი ახლა დავსვათ კითხვა. თუ არანაირად არ გაგვიფუჭებია ერთმანეთთან ურთიერთობები, თუ პარტნიორები ვარ ჩინეთის, თუ ყველა ჩვენი მეზობელი დაპატიჟებულია და იქ იმყოფება, საქართველოს რატო არ ჩადის? აი რა თეორია შეიძლება ჩვენ გავაჟღეროთ, რომელიც ლოგიკურად ახსნის საქართველოს იქ არ ყოფნას. მან თო კონტექსტი არ კიდე დასამატებელი, იმიტომ რომ აი ვიღაცებს შეიძლება აი ამ ჩინეთს რას გადაეკიდეთ და ბიჭო ჩინეთს რას გადავეკიდეთ გეტყვით რა. ეხლა ჩვენ ხო გაგახსენეთ რომ ტრამპის იმედზე რო იყო ოცნება, მაშინ ხო ვამბობდით რომ ამათ ტრამპთან დალაგებული არ აქვთ. და მაშინ ოცნების გამპრავლებლები ჩვენ გვეუბნებოდა რა იცით ბიჭო თქვენ ტრამპთან დალაგებული. მე რაღაცა მომენტში გაირკვა რომ ტრამპთან დალაგებული არ იყო და რო ვეუბნებოდით რომ რა ხდება ბიჭო ტრამპთან დალაგებული ხო იყავით ეგეთივე ესეთ ქედმაღლური ზერით პასუხი ყარა ჩინეთთან არის ბიჭო დალაგებული თქვენ აზზე არ ახართ ჩვენ რამ ნაგახა დოვაჭკა გავაკეთეთ რუსეთსაც და ამერიკასაც ბიძინა ჩინეთი დავაბალანსებთ. და აქ ბიჭო ჩინეთის სავაჭრო გზა გადის ჩინეთი ჩვენ თავს ვის დაუთმობს? აი ეგეთი პირდაპირ ეგეთი ტექსტები. მაგათ ტელევიზორებში გამიგია. ხო და ბიჭო აი ოცნების პროპაგანდაში. გავიგე, ანუ ამერიკა თუმეები აღარა ვართ, რუსეთუმეები აღარა ვართ, ჩინეთუმეები გავხდით რაღაცა მომენტში, ხო? რომ ჩინეთმაც ჩინეთუმეობაშიც ვერ გავკაჩით რა, აი რა ხდება? თუ სურათი არის შემდეგი, არა ჩინეთმა არ დაუძახა, არამედ ესენი არ მიდიან. მაშინ ძალიან დიდი ალბათობით მაგის ახსნა არის შემდეგი. ამერიკა იქნება, ამერიკამ დაგვიზახოს ახლა წერილს ხო ვაგზავნ. იგი ეგ არის მთელი ჩვენი ამოსავალი წერტილი, მაგას ვცდილობ. ამერიკამ იქნებ დაგვიძახოს წერილს ვაგზავნით და ამერიკა არ გავანაწყენოთ, ეხლა ფეხი არ გადავდგათ არცად, არაფერი არ ვაკეთოთ. ამერიკამ იქნებ აქეთ მოიხედოს. აი ეგ არის ახსნა. კი და აი ზუსტად მაგიტო არ მოიხედავს ამერიკა. მაგის გარდა შიგნითაც ეშინიათ ლიბერალების რაღაც წიოკის და კრიტიკის. ანუ იქ რო აღმოჩნდეს რომ კობახიძე დგას სი ძენპინთან ახლოს და გვერდზე დგას პუტინი. აქ მერე ეხლა თამარ ჩერგოლეიშვილი ხო სახეს დაიხოკავს. ნახე რაში ეს ეგ ეხლა მე მგონია დამწყვეტი ფაქტორი მაინც არის აი იქნება ამერიკა მოიხედოს ეგეც არის იმიტომ რომ ნახე როცა დასავლური ფლანგი ბევრად ძლიერი იყო საქართველოში აი რევოლუციის საფრთხე რო იდგა ხო მაშინ იყო რომ აი ჩინეთში ჩადიოდნენ თუ იმაში რა ქვია ირანში ჩადიოდნენ და აი ისინი მართლა გამოვარდებოდნენ ისტერიკით არა ასეთ სამიძე არ ჩადიოდნენ ასეთ სამი რა სტრატეგიულ პარტნიორობას პარტნიორობა ისეთია ხა მე რა ეხლა თამარ ჩერგოლეიშვილის ამაზე აზრის დაკიდება უფრო შეუდეთ მაგრამ აი ამერიკა გაბრაზდება და წერილს არ უპასუხებს ეგეც ფაქტორია ეგ არის როგორი რაღაც არავინ არ უაზრებს კი ორივეა იმისაც ისიც არ უნდათ და თამარ ჩერგოლეიშვილის წიოკიც არ უნდათ. მე რა არის, იცი? მე მაინც ვემხრობი იმას, რომ კი ეგ არის ლოგიკური პოზიცია. უბრალოდ მე ვემხრობი იმას, რომ
არც ერთი ვარიანტი არ გამოვრიცხოთ, რომელიც გაუხარდება ქართული ოცნების მხარდამჭერს, ის ვერსია დაირჩიოს, ანუ ეს ფუფუნება მივცეთ რა, აი რომელი ვერსიაც უფრო გულთან ახლოს არის მათ გულთან, ის აირჩიონ. ანუ ერთი ვერსია, რომ ჩინეთმა არ დაპატიჟა, ეს არის ოფიციალური ვერსია, ხო? ეგ ანუ არავინ არ იძახის, რომ ჩვენ არ ჩავედითო, როგორც ირკვევა, თითქოს არ დაპატიჟეს, ხო? ეგ ვერსია თუ მოგწონთ, მეგობრებო, ბოლომდე გავყვეთ ვანგ ვერსიას. ჩინეთმა თუ არ დაპატიჟა, გაანებეთ თავი, იქ რაღაცა წევრი არა ვართ, იქ ის არა ვართ, მაგიტო ვერ დაგვპატიჟებ და ეს სისულელეები ამოიგდეს ყველამ თავიდან. რომ დოდა ეგ ძალიან ცუდს ნიშნავს. ესენი ყოფილან არაფრის მაქნისები. რომ დომოდა დაგპატიჟებ. ხო, რომ დომოდა დაგპატიჟებ და თუ არ დაგპატიჟა, არაფრის მაქნისი ყოფილხარ მაგ მიმართულებით. თუ დაგპატიჟა და არ ჩახვედი. ეგ ნიშნავს, რომ საწყალი ხარ. საწყალი ქვეყანა ხარ, მაგას ნიშნავს, რომელიც ელოდება ამერიკამ იქნებ გადმოგხედოს ბიძიებმა და ამერიკაში აგზავნის წერილზე და ვერ ბედავს, რომ ამერიკას რაც არ მოეწონება, ისეთი ნაბიჯები გადადგას. მასეთი ქვეყანა ხარ. და დალაგებულიას ლაპარაკს გავანებოთ თავი. ერთმანეთს მაინც რატომ ვატყუებთ? ანუ მესამე ვერსია კიდე? მესამე ვერსია. მესამე ვერსიაც არის მან. ჩვენ აი fuck you shoot me რეჟიმში რუსეთს, ამერიკას და ჩინეთს ყველას დავეჯახეთ და ფეხები ვერ მოგჭრით. აი ეგ ვიღაცას ეგ მოსწონს, კი ბატონო. ვისაც გინდათ ამას მიაწექით ხალხო? ვისაც გინდათ ამას მიაწექით, რომ საქართველოს ეხა ჩვენ მაგარი თავრობა გვაქვს. ქართული ოცნება დედას უტირებს სოფლიო. პუტინს და ტრამპს ერთად გაუხართ. ეხა შეიძლება მესამე სოფლიო ომი დაიწყოს ჩვენი თამადო. იმათ თახმელას ჩვენი თამადო, ჩვენ დავიწყებთ ეხლა მესამე სოფლიო ომს, ეს ქართული ოცნება მოიგებს ყველას დაამატებს. სინამდვილეში რა ცუდი ვერსია? ეგ ვერსიაც დაუტოვოთ, რომელიც გაგიხარდება ხდება, ანუ არ ვიცი, დაწყევლილები ვართ თუ ეს რაღაც ჩვენი საზოგადოების და ჩვენი პოლიტიკური ელიტის ჩვევა, არ ვიცი, რაღაც სხვა ოფცია არა გვაქვს, რომ აი ყოველთვის ამ ქვეყანაში სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესები ეწირება ვიწრო შიდა პოლიტიკურ რაღაცა დაპირისპირებებს და რაღაცა მაიმუნობებს. აი ახლა წინა გადაცემაში მაგალითად საუბრობდით აფხაზეთზე და დსთ-ზე, ხო? დსთ-ში რო შევსულიყავით, აფხაზეთი ჩვენი იქნებოდა. აი მე დარწმუნებული ვარ. მაგრამ წარმოიდგინე ხ მაშინ და დსთ რუსეთში გვაბრუნებს შევარდნაძე. ეგ ნაბიჯი არც შევარდნაძეს აღარ უნდა და არც მაშინდელი პოლიტიკური ელიტა მაგას არ მიიღებდა. აფხაზეთის დაიკარგა და დსთ-ში შეგვათრიეს ბანჩურებით. თან ისე ვეხვეწებოდით, რომ შეგვიშვით რა დსთ-ში. და ვინც იქ ყვიროდა, რომ ამას როგორ ავიტანთ, ჩვეულებრივად აიტანა, კაცო. ჩვეულებრივად შეიზილა, როგორც დაგიბარებია. ამიტომ, როგორი რაღაცა, იცი? რაღაც შიდა თემებს, ვიღაცა მწვანეთმიანი აქტივისტების წიოგს, თამარ ჩერგოლეიშვილის რაღაცა იქ აღშფოთებულ იმებს, ლაივებს არ უნდა შეწირო სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესები, კაც თუ ქვეყანაში ჭირდება სადღაც ჩასვლა, სულ რო იქ შენთვის არაკომფორტული გარემო იყოს პუტინის ჩასვლით, ეგეც არ მესმის, ანუ ეგ საერთოდ რა ჩმორობაა, რომ ვიღაცა თუ ჩადის, შენ არ მიდიხარ იქ. ეგ საერთოდ რას სად დაწერილა ეს, ანუ საყოფაცხოვრებო დონეზეც ეგრე ხდება, აი მაგალითად რაღაცა გასვენებაა, ან რაღაცა ქორწილია, ხო? ან რაღაცა ღონისძიება და ვიღაცა კაცთან გაქვს კონფლიქტი და შენ ეს კაცი თუ მაგ ღონისძიებას ესწრება, შენ უნდა მაშინ სახლიდან უნდა გახვიდე რა, სახლში უნდა იჯდე. მაგ ლოგიკით, ხო? ანუ იმან იაროს ყველგან და შენ არსად არ იარო, სახლში უნდა დაждდე. ანუ აი ეს ჩმორული, რაღაც დებილობა, რაღაცა წარმოდგენები,
რომ სამწუხაროდ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკურ ელიტაში მძლავრობს ყველაზე მეტად. სხვათა შორის მაგიტომაც ვართ ამ არის, აი ერთი ჩვენი პირველი ისა საქართველოში ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის, აი ძალიან ფუფუნების დემონსტრირება ხელისუფლებიდან. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, აი საქართველოში ხო ძალიან არაკომპეტენტური პოლიტიკაა, ანუ სრული კოლაფსია პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის მიმართულებით და რის ხარჯზე ახდენს, იცი? ქართული ოცნება იმ წარმოდგენის შექმნას თითქოს კომპეტენტური. ის ახდენს, აი რაღაცა აი მაგარი ფუფუნების დემონსტრირებას ახდენს, ანუ იმისთვის ზატო ფერარით დავდივარ. ხო, იმისთვის ახდენს მაგის დემონსტრირებას, რომ ამათმა იციან. აბა ხო, ფერარი სხვანაირად. ამათ დალაგებული, ხო, ეხლა ვიღაცამ ფერარი ჩაიარა, ამას დალაგებული ექნება. გეუბნები ეს სინამდვილეში ასეთი პრიმიტიული სინამდვილეში საწყალი მდგომარეობა. გიორგიმ სხვათა შორის წამოჭრა, ჩემი აზრით ყველაზე ძიმე პრობლემა რაც არის, აი გიორგიმ რაც თქვა ეგ არის, გეტყვი რატო რა ბიჭო. ამ ქართულ პოლიტიკას რა სენი ჭირს, იცი? აი რაღაცა აი ვესაუბროთ რუსეთს. მაგალითად ქართული ოცნება ბევრს დაავიწყდა, მაგრამ 2012 წელს რომ მოიგო, ერთ-ერთი დაპირება იყო რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. აი ვესაუბროთ რუსეთს, მაგრამ არ ვესაუბროთ. ან მეორე ფლანგი რომ რუსეთს ვებრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ არ ვებრძოლოთ. და აი ანეკდოტი არის რა, ეგეთი ცოტა ცენზურო არის, ვეცდები რომ ცენზურით გადავაკეთო რა, რომ ეგეთი ვიღაც ტიპი რომ მიდის ტყეში და ყაჩაღები რომ დაიჭერენ რა და ნუ სამი ვარიანტი გაქვს, ან რაღაცა ძალიან ცუდ სუბსტანციას შეჭამო. ან გაგაუპატიურებ თუ ამ ფულს მოგცემო და ანუ ტიპი რომ კაიო შევჭამო და ჭამას რო იწყებს და რო ვეღარ ძლებს და კაი გამაუპატიურეთო და მე რო აუპატიურებ და ვეღარ უძლებთ აჰა თქვენ ფულიო რა ანუ აი რაღაცა ეგეთებს ვაკეთებთ რა ბიჭო როგორც სახელმწიფო პოლიტიკა რა აი რაღაცა ხო შეიძლება რაღაც ყველაზე უარეს სცენარებში აღმოჩნდეს აი რაღაცა ერთი პოლიტიკა რო გქონდეს თუნდაც არასწორი აი თუნდაც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ერთი პოლიტიკა გქონდეს, რომელსაც გეგმაზომიერად მიუყვებით. არა, ბიჭო, აი რაღაცა ყველაფერს მივედეთ, მოვედეთ, არაფერი ბოლომდე არ გავაკეთეთ, თან პროდასავლელები ვართ, თან არა ვართ, თან ეროვნულები ვართ, თან არა ვართ, თან ჩინეთთან ვლაგდებით, თან არ ვლაგდებით, თან რუსეთთან აღვადგინეთ ურთიერთობები, თან არ აღვადგინეთ, თან უნდა ვიბრძოლოთ, თან არ უნდა ვიბრძოლოთ. რაღაცა შიზოფრენია არის აქ რა. საგიჟეთი არის. ქვეყანა კი არ არის, საგიჟეთი რა. კი. თან აი ზუსტად მაგის გაგრძელება ის არის, რომ აი სოფლიოში თელმა დედამიწამ გაარკვია რაღაც, აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გაარკვია. აი უკვე მართლა პუტინი და ტრამპი დაძმაკაცდნენ რა. აი ძმაკაცები გახდნენ და რაღაცები შეიცვალა, ცოტა ამ ცხოვრებას სხვანაირად რომ უნდა შეხედოს ამ ქვეყანამ, ხო უნდა მიხვდეს და ეს ქვეყანა აი ზუსტად იგივენაირად დარბიან ვიღაცები ეს მთავრობა ზუსტად იგივენაირად ვერ ბედავს რაღაც ეხლა ეს მთავრობა ვინმე მახსნას აი ამ მთავრობის თვითონ პოზიციაში რამე დალაგებული ჭკუასთან მიახლოებული რა ჩანს აი გეოპოლიტიკურად შევხედოთ მოდი რა ორი ბანაკი ფორმირდება ეხლა და დიდი მსოფლიო დაპირისპირება იქოქება ეხლა ვინმეს თუ გონია რომ უკრაინის ომით ეგ მორჩება პირიქით იწყება ხო აი დაუშვათ აქეთ არის რუსები, ჩინელები და ინდოელები ანუ რაღაც დათვი, დრაკონი და სპილო ერთობა რაღაც დავარქვათ პირობითად ზოოპარკის ალიანსი რა და აქეთ რაღაც ამერიკა და ევროპა პირობითად ცისარტყელის ალიანსი აი ზოოპარკი და ცისარტყელა უნდა დაეჯახოს ერთმანეთს და ნუ აი ეს ფორმირდება რა აქეთ რაღაცა ლიბერალურ ქვიარ რაღაცა ერთობა სადაც ტრამპი ნუ ეხა ანომალიაა მაგრამ როცა იქნება ტრამპი აღარ იქნება და ისე ვიღა ან ჯოზეფ ბაიდენს გააცოცხლებენ ან ვიღაცა ოკასიო კორტეს დასვავენ, მაინც მაქეთ კი მიდის ყველაფერი და აქეთ ნუ აი ეს რაღაცა დათვის სპილო და დრაკონის რაღაცა ერთობა და აი ამათი ჯახი უნდა მოხდეს რა პლანეტარული კონფლიქტი და
შუაში დგას ქართული სახელმწიფო და ქართული ოცნება, რომელიც აი ორივე კიდია რა. არა, თან როგორია გეტყვი. როგორია? ორივე კიდია. ქართულ ხალხს უკვე კითხვებია. ქართულ ხალხს უკვე ქართული ხალხი ამას არა მარტო, მე ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ ბრიფინგს ჩავატარებ. კი. და იქ ბრიფინგზე დოკუმენტები მე ყველაფერს ვიტყვი. მე დოკუმენტებით. ბიჭო, დოკუმენტები. მან დავამატოს გავაი. ქართული ოცნება დღემდე როგორ ლაპარაკობს, იცი რომ ბიჭო, ამერიკელები აქ ჩამოსული იყვნენ და ეგენი აი მე ბრიფინგს გავაცალებდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ეხა არ ვამბობთ რა არ ამბობ. და ეხა კიდე თავს ვიკავებთ. არა მალაპარაკოთ და რა გავაპარაკოთ ბიჭო, რავი, ტრამპი ზის ვიღაცა სირიის ტერორისტ ლიდერთან და გამარჯობა და იქ ვიღაცებს, რავი, ჩვეულებრივად ხოცავენ, კლავენ და ყველას კიდია უკვე. ანუ ხვალე რომ გამოხვიდე და ჩანაწერი დადო, სადაც ამერიკის ელჩი გეუნება რომ უკრაინასთან ერთად ხო არიომებ, კიდია ყველას. ის კი არა რომ აი კაია, ცუდია, არავის აღარ აინტერესებს, სხვა სამყარო გაჩნდა. აი მაქსიმუმი რა საერთაშორისო აქტიურობის განხორციელებით ჩვენ ხელისუფლების შეუძლია, აი ხო იდგა წარმოდგენა შარშან განსაკუთრებით არჩევნების წინ თელ კომბინაციებს ალაგებდა, აი ოცნების სამუშაოზე აფხაზეთს ვიბრუნებთ იქ მილიარდები გადახდილი. აფხაზეთის დაბრუნებას რა ხდება? აი ეს ხდება რა, აი გეტყვი ხლა რა ხდება აფხაზეთის დაბრუნებას და ყველაფერზე ვაფშე. რუსეთთან დაალაგებულია ტრამპთან გახოდილია, ეხლა ნახეთ ჩვენ ისეთ ტრანზიტზე ვზივართ, ამ ტრანზიტ ეს რომ გადაუკეტოთ ევროპას შიმშილით მოკლედ. ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვერ გაწყვეტ ჩვენ და უნდა ამაზე ხოლაგდებოდნენ. ევროპა ჩვენ იქით ჭირდებით. ევროპას იქით ჭირდებით, თქვენ არ იცით. ჩვენ იქით შეგვიძლია მათი შანტაჟი. ასე ხო იდგა. ეხლა რა მოცემულობამდე ვიცი? მაქსიმუმი საერთაშორისო პოლიტიკაში რაც შეუძლია ჩვენ ხელისუფლებას აკეთოს, უბრალოდ ბრიფინგს მართავს თავისთან ჟურნალისტებს ეკამათება. აი, TV პირველი ჟურნალისტ შენ რაღაცა ის არის რა ქვია. მიშას პროვოკაცია იყო ომი, აი ამას ურჩევს. შენ ქართულ პოლიტიკის დონეზე ხო არსებობს? ჩვენ რო გაფინანსებდით თქვენ და ანუ ნაცებო. ქართულ პოლიტიკაში ხო არსებობს ეგეთი ფენომენი, მაგას ქვია შალვა ნათელაშვილის ბრიფინგები. აი, მანდამდე დავედი. ლეიბორისტული პარტიის უცვლელი ლიდერი ბრიფინგს რო იწვევს ხოლმე. და აი, ხომ მთელი შინაარსია, რომ აი არაფერი გავლენა ობიექტურ რეალობაზე არ აქვს. და აი რაღაცა მე ვაცხადებ პრინციპულად ესეა. ვიდა ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკა. შალვა ნათელაშვილის ბრიფინგები ქართული პოლიტიკაზე რანაირზე გავლენას საქართველოს ხარობის განცხადებები, აი ეგეთ გავლენას არა მარტო ხელისუფლება, აი თლიანად სამწუხარო ჩვენი სახელმწიფო იქცა შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი. კი, და აი სხვათა შორის ფსიქოლოგია დაუნვიდი ხარ, უცბად აი ფსიქოლოგიურადაც რო შევხედოთ ამ ყველაფერს. ეგ ფაქტორი განსაზღვრავს იმას, რომ ძალიან ფუფუნების დემონსტრირებას ახდენს ოცნება. იმიტომ რომ არაკომპეტენტურია, მართლა შალვა ნათელაშვილის დონეზე რაღაცებს ბრიფინგებს აწყობს და ეს რომ სერიოზულად შეიფუთოს და ჩაითვალოს, სხვა გზა არ არის. მანტია მაინც ანუ რაღაცა უნდა გააკეთოს. შარვალ კოსტუმი მაინც უნდა ეცვას. ანუ გარეგნობაზე მეტი უნდა იფიქროს. ვიდრე საქმეზე, იმიტომ რომ საქმე არ არის. საქმე არაფერი არ კეთდება.